ფულის მითვისების მიზნით. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ლომბარდში შევედი, თან მქონდა საფანტის იარაღი. შესვლისას იარაღი გამივარდა, თუმცა არ დაუზიანებია არავინ ამ იარაღს. იმიტომ დაბლა იყო დაშვებული, სულისხანი შეეშინდათ ლომბარდის თანამშრომლებს. გამოცივდნენ გარეთ, მოასწეს კარის ჩაკეტვა. რის შემდეგაც მენზურებული გავხდი, ფეხით ჩამემტვია ვიტრინა და გამოსულიყავი ისე, რა დროსაც გამოსვლისას ჩამწრულ ვიტრინაზე გავიჭერი თავი. 2010 წლის 24 ნოემბერს ვაკის საბურთალოს პოლიციის თანამშრომლების მიერ ყაზბეგის გამზირის ნომერ 53-ში მდებარე ლომბარდის განმეორებით ყაჩაღურ თავდასხმის ფაქტზე დააკავეს არმაზ ხარძიანი. არმაზ ხარძიანის წესასროლი იარაღით შეიარაღებული შეიჭრა აღნიშნულ ლომბარდში, მოახდინა გასროლა და გაიტაცა 2005 ლარი, 130 ევრო და 490 დოლარი. რის შედეგადაც სცადა მიმალვა. აღნიშნულ ფაქტს შეეძრნენ ვაკის საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები, რა დროსაც მოახდინა გასროლა მათი მიმართულებით. იგი დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე. არმაზ ხარძიანის პირადი შეკის შედეგად ამოღებულია ზემოთ აღნიშნული ფულადი თანხა და პისტოლეტი. ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.